მკვლელობა ქორთიარდ მარიოტში გარდაცვლილია უცხოეთის მოქალაქე. მოკლული სასტუმროდან თბილისის მთავარ პროზექტურაში გადაასვენეს წინასწარი ინფორმაციით სასტუმროში უცხოელს შელაპარაკება მოვიდა, რის შემდეგაც იგი მოკლეს. ამ წუთებში მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით მკვლელობის ფაქტი სასტუმროში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა გადაიღო. მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალების დადგენასაც ცდილობს მაესტროს ჟურნალისტი ნანუკა იორდანიშვილი, რომელიც ღია ეთერში ჩაგვერთვება და გავრცელდა ინფორმაცია ნანუკა, რომ გარდაცვლილი არის საფრანგეთის მოქალაქე. დაადასტურეს თუ არა უკვე ეს ინფორმაცია და არის თუ არა ცნობილი ვინ არის მკვლელი? ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე პირველი ოფიციალური კომენტარი გააკეთა სასტუმროს ადმინისტრაციამ, თუმცა დაცვის სამსახურის უფროსმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა მოკლული, არც ჩვენთვის ცნობილი არ არის არც მისი ვინაობა. სასტუმროს დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით, უცხო პირი სასტუმროში და მით უმეტეს სტუმრის ნომერში მისი პირადი ნებართვის გარეშე ვერ მოხვდებოდა. სხვა მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით კი სასტუმროს ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს ისევ და ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. სასტუმროს სტუმარს და მის პირად სტუმარს შორის ერთ-ერთ ოთახში. თუმცა აქვე მინდა დავზინო ერთი ფრიად მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ჩვენი შიდა განაწესების და ჩვენი სტანდარტების მიხედვით არ აქვს საშუალება, რომ მოხდეს სტუმრის საცხოვრებელ სართულებზე და მით უმეტეს სტუმრის ოთახში, თუ ამაზე არ არის თვითონ სტუმრის კეთილი ნება. დანარჩენს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან გთხოვთ კომენტარს ჩვენ მეც ვიყავ დავაგებთ. გავრცელებული ინფორმაციით კი უცხოელი მოქალაქე არის მოკლული და ის მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა როგორც უკვე გითხარით, ოფიციალური ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ ვრცელდება, თუმცა სავარაუდოდ ეს მკვლელობა მოხდა მესამე სართულზე სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში. სავარაუდოდ მკვლელმა სასტუმრო დატოვა არა ცენტრალური შესასვლელით, არამედ აივნის საშუალებით. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მოკლული ამ დროისთვის უკვე ქალაქის მთავარ პროზექტურაშია გადასვენებული. ჩვენ შევებით შემთხვევის ადგილზე და ვეცდებით, რომ დეტალები მკვლელობასთან დაკავშირებით უფრო მოგვიანებით მოგაწოდოთ. ნანუკა და საუბრის ბოლოს უბრალოდ რო დავაზუსტოთ, ქორთიარდ მარიოტში არის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები და მობილიზებულია პოლიცია. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, ანუ აქვს თუ არა შესაძლებლობა იგივე საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეებს აღნიშნულ შენობაში შესვლის და თავიანთი საქმიანობის გაკეთების? კი, სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, აქ ჭარდება განრიგით კონფერენციები, თუმცა აქ შეზღუდულია უკვე ჟურნალისტების მოხვედრა, სხვა დანარჩენი სასტუმროსთან დაკავშირებით ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.